ბათუმის დრამატული თეატრი დღეს თეატრალურ სეზონს ხურავს. თეატრში ამ წუთებში სეზონის ბოლო სპექტაკლი უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით დადგმული მაკბეტი მიმდინარეობს. თეატრალურ წარმოდგენაში ორივე თაობის 21 მსახიობი მონაწილეობს. სამხატვრო ხელმძღვანელი ანდრო ენუქიძე სეზონს წარმატებულად აფასებს და აცხადებს, რომ დასში ყოველგვარი უთანხმოება ამ ეტაპზე დასრულებულია. დასი მუშაობას სექტემბრიდან განაახლებს, ხოლო ახალი სპექტაკლი ოქტომბერში დაიდგმება. დრამატული თეატრის სცენაზე მიმდინარე წელს 4 ახალი სპექტაკლი შეიქმნა. მე მგონი ჩვენ არცთუ სეზონი დავხურეთ ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში დაიდგა 4 სპექტაკლი. მე აბსოლუტურად გაბედულად ღიად შემიძლია გითხრათ, რომ მე ამაყება იმ სპექტაკლების, რომელიც ჩვენ თეატრში განხორციელდა. დონე ამ სპექტაკლების არის ისეთი, რომ ბევრ ქალაქში შეშურდება და არა მარტო საქართველოში. დღეს მე მგონი პრაქტიკულად აღარავის აღარ ახსოვს დაპირისპირება, ელემენტარულად, კონსოლიდირებულად ხალხი აკეთებს თავის საქმეს. ჩემი აზრით, აბსოლუტურად წარმატებული სეზონი იყო ბათუმის თეატრისთვის, იმიტომ რომ ძალიან მოკლე დროში, ფაქტურად 4 თვეში გამოუშვით 3 პრემიერა და თეატრს ძალიან დიდი გეგმები აქვს წინ დასახული, ასე რომ მე მგონი მუშაობ ძალიან ინტენსიურად და ძალიან სწორად მივდივართ დასახული მიზნისკენ. რაღაცა სწავლობ, მით უმეტეს, როდესაც საკმაოდ ისეთი გამოცდილი და დიდი არტისტები მონაწილეობენ და ბედნიერი ვარ, რა თქმა უნდა, ამ ყველაფრით და სურვილი იქნებოდა, რომ კიდევ მეთამაშე ესეთ სპექტაკლში, სადაც ბევრი ასაკის მსახიობი იქნებოდა. იმიტომ რომ ეს ძალიან ბევრის მომცემია.